ვიხილავთ. ნინუა ჩააწოდა საჯარიმოში, კერესელიძის შეცდომა, რომ არის კეტომ სარიელი კარიდან გამოიტანა ბურთი. ნანაკოფი დონკორი საკმაოდ კარგი ლეგიონერია, რა კარგად ითამაშა ამ ეპიზოდში, ჩააწოდა გარეთ ერფით, დარტყმა იქნება. სირაძე საჰაერო ორთაბრძოლა მოიგო, დარტყმაც ნახეთ და იქნება დარტყმა კარიდან, ნუ მან კურდიჩმა დაარტყა. ეს ეპიზოდი კერესელიძის არ დამაჯერებელი თამაში და აი აქ დონკორი შემტევი ავიდა. მოდიო, ხარებაშვილი. გრძელდება დინამო შეტევა, კერესელიძე გადაარჩინა გუნდი ამ ეპიზოდში. გრძელდება იერიში, რუი მონტეირო, ნინუას გადაცემა, აიორო, კარგი პასი ბარსოსეის დარტყმა, პირდაპირ ხელებში მივიდა ბურთი. ამასობაში გორის დილას შეტევა, მარცხნივ კეთდება გადაცემა, სანიანგი მიიღო ბურთი, გრძელდება იერიში, სრულ მოძრაობა, კარგი იყო, დარტყმა შეუძლია, დარტყმა ლორია გადაარჩინა თავისი გუნდი. ძალიან კარგად ითამაშა მამინ სანიანგმა, დასარტყმელი სივრცე გაითავისუფლა, აი აქ ვნახოთ ეს ეპიზოდი, ხედავთ ძალიან ცუდად გადავიდნენ რეალურად ყველანი, იქ ფარულავაზე ჩაიწია ყველა. მაგრამ ნინუაც გაყვა, კალანდაძეც ცოტა დაიბნა და საბოლოოდ ეს ხარებაშვილიც ჩამოიცილა იმ სრულ მოძრაობით, თავისუფალი სივრცე ნახა, დაარტყა, მაგრამ ლორია მოწოდების სიმაღლეზე იყო და კარგი მოძრაობები, შესანიშნავად თამაშობს ნანაკოფი დონკორი, გრძელდება შეტევა, პასი გააკეთა და წვავე პასი და საბოლოოდ გადარჩა. აქ დინამოს შანსი, დარტყმა და კერესელიძე ადგილზეა. ძელი გადაცემა, რა კარგი პასი შეყილაძის, დარტყმა და გადარჩა დინამო თბილისი. შოთა შეყილაძემ გააკეთა ფანტასტიკური გადაცემა. ეპიზოდის დასრულება ვერ მოახერხა ალიუნეტალიმ, შეყილაძის ულამაზესი პასი და ასეთ გადაცემას ნამდვილად უნდა დაფასება. აი კიდევ ერთხელ ნახეთ. შესანიშნავად ითამაშა შოთა შეყილაძემ და ალიმ ვერ გაიტანა. რუი მონტეირო, დინამო თბილისის შეტევა უნდა ვნახოთ ამჯერად უკვე. მოტევს ისევ დინამო თბილისი, ნანაკოფი დონკორი, გააყოლა პასი ხარებაშვილს, კარგი მომენტია, ხარებაშვილის ჩაწოდება საჯარიმოში, გრძელდება შეტევა, დარტყმა, კერესელიძე, ბრავო! შესანიშნავად ითამაშა ამ ეპიზოდში გორის დილას გოლკიპერმა და ურთულესი ბურთი მოიგერია. ამასობაში დინამო თბილისის შეტევა, ვნახოთ რა გამოუვა თბილისურ კლუბს, კიდევ ერთი პასი, კარგი მომენტი, დარტყმა და რუი მონტეირო ვერ გამოიყენა ეს შანსი. კიდევ ერთხელ ვნახოთ ეს ეპიზოდი. ჯერ ეს მომენტი, როცა კერესელიძემ ურთულესი ბურთი მოიგერია. კიდევ ერთხელ ხარებაშვილის ეს ჩაწოდება და მონტეიროს დარტყმა, ძალიან რთული ბურთი აუღო მონტეიროს კერესელიძე. დარტყმას გადაიფიქრა, იოროს გადაცემა მარცხნივ, თავისუფალია ხარებაშვილი, ჩაწოდება საჯარიმოში, დარტყმა შეიძლებოდა და საბოლოოდ უგოლო ფრე გორში. გორის დილასა და დინამო თბილისის შორის შევხვდებით უკვე მომდევნო ტურში. ძალიან მაგარი მატჩებით. ხვალ კიდევ ორი მატჩია, ესეც არ დაგვაუწყდეს.